ეგ არის მოკლედ ეპიზოდი 11, ანუ მე-12 ეპიზოდი. დაბრუნდით. guys, we're back. რამდენი ხნის მერე? სხვადასხვა კაი დიდი ბაფერი გქონდა ხო? 1-2-3 კვირა მე მგონი. AI-ის ეპოქაში 10 წამი ვიყავით გასული რა. სხვა შორის ანუ რამდენიმე ადამიანმა მომწერა და მელაპარაკა რაღაც meetup-ის შემდეგ. და ნუ კაი ფიდბექი ქონდა ხა, ცუდი არ გამიგია so far. თუ რამეა დაგვიწერეთ. მაგრამ აი საინტერესოა იყო რომ ერთმა მითხრა რომ აი მაგრამ მომეწონა ეგ meetup-ზე რაღაცა, მაგრამ მე ვარ გეთანხმებითო რა და მეთქი ან რა შეგეთანხმები და ან პოინტი იყო რომ თქვენ რო ესე აჰაიპებთო AI-ისო რა მე არ გეთანხმებითო ან საპირისპირო იმოძებთ. ანუ ცოტა ბოლო დროსო ძალიან ჩავაჭირეთ AI-ის ხალხმა ისე მშენი გააკეთა რომ ჩვენ ვართ AI-ის snake oil salesman-ები. შეიძლება ხიდით. რასაც იდეაში შეიძლება მაგასაც ვაკეთებდეთ არ გამოვრიცხავ, მაგრამ თვითონ მაგას ვაკეთებ ბოლო ერთი თვე. ხო, შეიძლება. ხო, ისე ერთ წამს ამ დავიწყოთ რა. მოკლედ ეს რა ქვია announcement-ი გავაკეთეთ, რომ იმის ვიდეოს description-ში არის Discord-ის ლინკი. დაუშვებად დაემატეთ, იმიტომ რომ მე ქუთაისში ხალხი შემხვდა, ვინც ჩვენ გვისმენდა. სხვათა შორის ყველას მოვიკითხავ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც გვისმენდა და ზოგი მათ შორის არ იყო Discord-ში. და ეს რო არ გამოგვეპაროს, აუცილებლად ხალხო Discord-ის ლინკი არის invite-ის description-ში დაემატეთ და კიდე YouTube ანალიტიკიდან ჩვენი მაყურებლების 72% ეს ახლა made up number არის რა თქმა უნდა. გვიყურებს ისე რომ არ გვასაბსკრაიბებს. ასე რომ დაგვასუბსკრაიბეთ აუცილებლად. აი აქ იქნება ლინკი და YouTube-ზე გამოგვიწერეთ. Diary of the CEO რო არის ყველა ვიდეოს ეგ მაგით იწევს რაც. Wide სტატისტიკა მოიყვანა. უკვე. მოკლედ დაგვასუბსკრაიბეთ რა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. ხო და იდეაში მე იმიტომ მინდოდა ეგ meetup-ი მაგალითად რომ პირიქით ანუ მაინტერესებდა ხალხი რასაკეთებდა საერთოდ რომ გამეგო. ზუსტად. რომ რეალურად რამდენად ის იყო რა და ეხლა მეორესაც ხო ვაპირებ, თორემ უფრო generic იქნება ანუ AI-ის გარდა სხვა თემებზეც просто ვისაც კი რამე საინტერესო პროექტი გაქვთ, თუნდაც აი ამ hackathon-ზეც გააკეთეთ და გინდათ რომ ხალხს აჩვენოთ და ჩვენ გაგვიზიაროთ, ეგეთ რაღაცები ძალიან მოგწონს ჩვენ community-ში რა. ამასთან ერთად ბარემ აჩორატო იყო ქუთაისში და მიკაც ხო არ იყო, ეგეც ვითხარით რა ხდებოდა იქ. ოკეი, კაი მოდი მაგით დავიწყოთ და მე გავაგრძელოთ ისეთ აი AI-ზე გიომ რო დაძრა საუბარი, მე შეგვიძლია ჩვენ კონტექსტით შევადაროთ რა. ქუთაისში რა ხდებოდა? ქუთაისში GDG არის ეგეთი ეს რაღაც მოძრაობა სხვადასხვა ადგილებში, რაღაც Google Developer Club to Group და ეგენი ატარებდნენ hackathons და მედანიკა ვიყავით, თუდს უნდა წავასულიყო, მაგრამ ნუ რაღაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ წამოვიდა. და ხო, იდეაში მასე გიყავით თქვენი და პარტნიორი და სპონსორი ამ ივენთის ერთ-ერთი. ნიკა იყო ჟიურიში, C. ამიტომ ვინმე თუ ვერ გაიმარჯვეთ, ნიკას ბრალია. მონაწილეც იყო და და გარდა მაგისა ძალიან აქტიურად ვიყავით თვითონ პროცესში ჩართულები რაღაც. მენტორობდით ვორქშოპებს, სტუდენტებს, ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ერთი რაც არის რომ ობიექტურობის უნდა ითქვას, რომ ძალიან მაგრა ხელოვნებულები ვართ თვითონ უნივერსიტეტით, ანუ ყოველგვარი რაღაც სხვადასხვა სარჩულის გარეშე და ითქვას, რომ მართლა ძალიან მაგარი უნივერსიტეტია, ესე ინფრასტრუქტურის დონეზე მინიმუმ. არ ვიცი მე საქართველოში აშკარად კი არა და საერთოდ სხვა ქვეყნებშიც გამორჩეული ჩემი აზრით. აკადემიურ ნაწილშიც ვფიქრობ, რომ ისეთი კაი ბავშვები იყვნენ, მეორე კურსელები, მესამე კურსელები, რომ საკმაოდ ნორმალურია CS-ის მიმართულებით. თან როგორც ვიცი, უმეტესობა პირიქით თბილისიდან არიან ჩასულები, კომაროველები და ასე შემდეგ რა. Which was pretty cool. მოკლედ, მაგამ ბავშვზე ვიყავით რა. ეხა ჩატში არ მინდა შევიხედო. მეც არ გამეციოს, ანუ აი ეხა ჩატში შევიხედო, ვიდა. ხო, კიდე რა ერთ საინტერესო ტოპიკი არის. პროექტებზე მოგყვება. ხო, ჯორდან მოგყვება პროექტებზე, იმიტომ რომ ჟიური. ხო, ესე იგი პროექტები გაგიკვირდებათ და ფაქტობრივად 100% პროექტებში AI ამა თუ იმ გზით იყო ჩართული ნახსენები მინიმუმ. და ხო, ანუ ერთი რაც მინდა ვთქვა არის, რომ ანუ რაღაც დაახლოებით 25-მდე პროექტი იყო ჯამში რა. რაც საბოლოო ეტაპზე 10 გადაუშვით და მე ამ 10-დან ერთი ავირჩიეთ და ხო რა, ანუ ერთი რაც ძალიან მაგარი იყო რა, მე რა hackathon-ებზე დავდიოდი, მაგ დროს ეგრე არ იყო ხოლმე რა, ანუ ძალიან ბევრს ქონდა მარტო იდეები, უბრალოდ პრეზენტაციები და ასე შემდეგ და ლითერალი ყველას ქონდა MVP-ები აწყობილი რა, ანუ ფუნქციური MVP-ები და ეგ ძალიან მაგარი იყო რა. და
იდეაში რაღაც რომელმა ჯგუფმაც მოიგო რაღაც ბინდი ერქვათ რა და ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთეს რა, ანუ თამაში იყო, ანუ ლიტერალი ჩვეულებრივი რაღაც 3D თამაში, როცა მოძრაობდი, რაღაც სხვადასხვა ლეველებზე შედიოდი, ადიოდი და თამაშის ასე ვთქვათ ჩელენჯისაც შემოდიოდა და რაღაცებს სწავლობდი რა, რაღაცა რომ დაგემარცხებინა, რაღაცებს სწორად პასუხი უნდა გაგეცა და ეს კონტენტი თვითონ რაც ტოპიკები რა, კითხვები, პასუხები და ასე შემდეგ იყო, ანუ მანდ იყო AI engine-ი ჩართული რა. ძალიან კარგად იყო შეფუთული, ანუ ყველაზე იმპრესიურად იყო არის რომ მუშაობდა რა, ანუ ლიტერალი ჩვენით გავტესტეთ, ვითამაშეთ და ძალიან ფანი იყო რა. მაგრამ ხო, ჩემი საყვარელი ტოპიკი არის ესეთი, რომ ამ ჰაკათონზე რაც მოხდა, ერთი გუნდი იყო, გრადიატორი ერქვა ამ გუნდს რა. და იყვნენ გოგოებით დაკომპლექტებული გუნდი, რაღაც მათემატიკაში გოგოები, რომელსაც ანუ ბექენდი რაღაც მომენტში იცოდნენ და UI საერთოდ არ იცოდნენ რა. და მე მქონდა თოქი AI აგენტებზე რა. რაღაც როგორ ანუ რაღაც სტანდარტული ბექენდ აპლიკაცია და რაღაც მარტო. ამას ჩავამატებ. ვაუ რა გასაკვირი თემა არის ჩემ. ხო და AI აგენტები? ხო, თოქის იდეა რაღაც high level იდეა იყო რომ რაღაც სტანდარტული просто GPT wrapper აპლიკაცია და როგორ უნდა მიხვიდე AI აგენტამდე რა, რაღაც რა ინფრასტრუქტურის ნაწილები და რა Lego ბლიქები უნდა დაამატო და ბოლოს დემო გავუკეთე Lovably-ს და Bolt News-ი რა. Just ეს რაღაც მეთქი რა მითხარით, მოდი ავაწყოთ და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ გოგოებმა დაიმახსოვრეს დომეინი ამ აპლიკაციის და ანუ UI არ იცოდნენ და ანუ ამ 10 გუნდს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი UI ააწყეს Lovably-თ რა. და ეგ აი ჰაკათონების დროს საერთოდ არც შეიმჩნევია აქამდე რამდენად შეიძლება საერთოდ გამოყენებული იყოს რა. მაგრამ ძალიან იმპრესივი იყო რომ უმაგრესი UI ააწყეს, თან ჩააბრის მუშაობდა ადამიანებმა რომელსაც საერთოდ არ იცოდნენ UI-ის კოდინგი რა. ხო, მაგრამ core value რა ქონდათ, ანუ მარტო UI ხო არ იყო ეგახსენე რა. ბექში რა რაღაც. ხო, core value იყო, ნუ სტანდარტულად ეს ისინიც AI apps იყენებდნენ და იდეა იყო რომ ის რა ქვია, დავალებების გრეიდინგის ავტომატური სისტემა რა, ანუ საერთოდ რომ ის იყოს რა ქვია. მასწავლოს უნივერსიტეტის ლექტორებს რაღაც დრო დაუზოგოს სისტემამ რა რაღაც ხელით არასწორონ ყველაფერი და მარტო შეფასების გარდა რაღაც ფიდბექიც რო დაუბრუნოს სტუდენტებს რა. იდეაში რაღაც საინტერესო პროექტი იყო და ხო მე მოკლედ ეგ ძალიან დამახსოვდა. ტიპებმა აიღეს 15 წუთში Lovably-ს ელაპარაკეს რაღაცები და ძალიან მაგარი UI დადეს რა და ყველა გაუცებული იყო ლიტერალი ყველა რა. მეც ეხლა წინა კვირაში ოფსაიდზე რო ვიყავი პორტოში, ჰაკათონი გქონდა რაღაც პატარა. და ანუ არა ტექნიკურმა, არა engineering team member-ებმა იმონაწილეებს შოულებრივად ჰაკათონში რა. მაგალითად ერთმა აწყო ჩვენი Light Dash-ის რაღაც Raycast extension-ი, ან Raycast-ი თუ იცით რაღაც Spotlight-ის მონტიალი ალტერნატივა Mac-ისთვის და ერთმა რაღაც gamified ან რაღაც ჩვენ პლატფორმაზე user-ებს რო კონდეთ რაღაც სხვა achievement-ების მიხედვით რაღაც badge-ები და სურათები და რაღაცები და ძალიან საინტერესო იყო რომ საერთოდ ანუ ტექნიკური რაღაც background-ი აქვთ, მაგრამ ანუ ისეთმა ტიპებმა, რომელიც engineering-ში არ მუშაობენ, უცებ ეგეთი რაღაცები დადეს რა. სხვა შორის მე მგონი V0-ი. და. ინტერესო. ამიტომ ეგ აი შენ რო ხსენე რომ ჩვენ დროსო სად იყო კაცო MVP-ებიო იდეების ფრენდაც იყო, ანუ ეგ თემა დასრულდა მე მგონი, იმიტომ რომ კი. თუნდაც ახლა ერთ ჩემ მეგობარი თქვენ კი იცნოთ, მაგრამ არ ვიცი ჯერ რამდენად პაბლიკაა და არ გავაჟღერებ, ვინ რაღაც იდეაზე მუშაობს და ისიც არ არის რა, ანუ საერთოდ არ პროგრამისტი არაფერი და რაღაც მომწერო ეს იდეა მაქვს, დამეხმარეო რაღაცაო დაველაპარაკოთ როგორ გავაკეთოთ და ერთ 3 საათი გადის და ანუ უკვე ანუ ისეთი რაღაცა აქვს, რომ ინვესტორებთან შეუძლია მივიდეს, რომ ოკეი, აი ამას დააწევი, ამას აკეთებს, ანუ პროტოტიპი ხონდა რა. ანუ ძალიან cool. ერთი რაც იყო ამ ჰაკათონიდან რა, რომ ანუ even though ყველას ქონდა მუშა პროდუქტი და ანუ ხა AI ერაში ახლა ჩვენ მაგხლები ვიყავით, სადღაც 8 წელი გავიდა, 7 წელი რა, ჩვენი ჩემი და ნიკას თაობიდან და მაშინ ჩვენ ისაც უფრო hardware ჰაკათონებს დავდიოდით ხოლმე ადრე, მაგრამ უფრო მაინც ჭირდა რა ესე პროტოტიპები საწყოა. მაგრამ ერთი რაც შეიმჩნეოდა, ახლა კრიტიკულად არ ვიძახი, მაგრამ შეიმჩნეოდა, რომ მაინც მეინსტრიმული გამოყენება იყო LLM-ის რა, კითხვა-პასუხის კონტექსტში. და აი არც ერთი ისეთი არ იყო რაღაცა out of the box რაღაც usage-ი, მაგრამ მეორეს მხრივ ხა ჩემ თავს არქედან არგუმენტს მეუბნება, რომ სადღაც მეორე კურსელმა ბავშვებმა ძალიან მაგარი
მუშა პროდუქტები დადეს და which is totally okay, შეიძლება ზედმეტი expectation-ი მაქვს. მაგრამ აი რაღაცა ისეთი, აი ერთი ისეთი პროექტი არ იყო, აი თქვათ რომ აი ვა, ეს როგორ მოიფიქრეს, ანუ ეგეთი ვერ ვნახე რა. მაგრამ კარგი იყო ძალიან ყველა. მაგაზე ხა შეიძლება ჰაკათონი ფიურისტები შემოგიوردენ და გითხრან, რომ ანუ ჰაკათონი იდეაში ხო ძირითადად ან პროდუქტის განხით არ არის, უფრო იმაზე რომ აი რაღაც ტექნოლოგია გაინტერესებს თქვათ არიცი. და აი გაინტერესებს რომ რა შეგიძლია გააკეთო რა და თვითონ ძალიან ტექნოლოგიური მხარეა რა. ნუ მაინც პრინციპში სწორი პოინტია შეიძლება თქვი, იმიტომ რომ თქვა თვითონ იმ AI-ის რაღაც ფიჩერებით არ გამოიყენეს თქვა ხო იმდენად აი რაღაც ეიჯენტები და რაღაცები, მაგრამ პრინციპში მთელი ინდუსტრია ჯერ კიდე რაღაც ცდილობს რომ ეგეთი რაღაცები გამოიყენოს. მაგალითად მე ვეცადე რომ MCP გამომიყენებინა ამ ჰაკათონზე რომ რაღაც support-ის რაღაც ტასკებში გამომიყენებინა და მაგალითად ანუ MCP-ის დიდი limitation-ი რაც ვიპოვე არის რომ MCP-ის რაღაცას რო ვკითხავ თქვა უბრალოდ general-ს რაღაც რო ვკითხავს და MCP-ის გამოიყენებს MCP-ის არ შეუძლია რომ არამე არტეფაქტი დაუბრუნოს სურათი ან დოკუმენტი რაღაც უეჭველი ტექსტ პასუხი უნდა გასცეს რა და kinda ვებშურ გამოიყენე მაგის გამო ამიტომ თუ ვინმე რამეში იყენებს ზოგადად MCP-ებს და just hype არის ვითხარით MCP თუ სწორად მესმის რა ბარემ ხალხთან წამოჭერი ერთგები ცოტას რაღაც research-ები და ანუ მე როგორც გავიგე მუღამი არის რომ ანუ როგორც ანუ REST-ის ანალოგი რო ვთქვათ არის პროტოკოლი რომ აი ხა მე რო tool-ებს ვაიმპლემენტირებ რა ჩემი იმაში LLM-ის call-ებში ფისთვის უბრალოდ რომ tool-ები publicly available გავხადოთ ანუ მე რო რაღაც tool-ი დავწერო მაგალითად ვალუტის კალკულაციის tool-ი და მე ამას მე რო MCP სერვერად დავაექსპოუზებ ზუსტად ისევე როგორც REST სერვისად და მე ექსპოუზებინა რა ყველა სხვა აგენტი, ყველა ნებისმიერ სხვა პროგრამირების ენაზე და ტექნოლოგიაზე დაწერილი საშუალება იქნება რომ tool-ებში გაუწეროს ეგ tool. სწორად მესმის? მუღამი ეგ არის. Yeah, kinda tool-ების პროტოკოლი რა, რომ ხო, tool-ების პროტოკოლი, okay. ხო. და ეგ limitation-ი რატო? შერას. ესე არ ვიცი, ანუ კარგად არ დავფიქრები ვარ, რომ ისიც იმას ვერ ხვდები შესაძლებელია თუ არა რომ მომავალში აღარ კონდეს ეგ limitation-ი. ალბათ კი, იმიტომ რომ just პროტოკოლია რეალურად თვითონ repo რო ნახო MCP-ს რა, რაღაც schema definition-ი არის, რომ okay, რაღაცა ეს გადმომეცი, ამას აგიბრუნებ ეგეთ რაღაც რა. ხო, სხვა შორზე OpenAI-იმაც ხო დაამატა ახლა მაგის საპორტი ცოტა ჩუმჩუმად. კი. რაც ნიშნავს ალბათ რომ კი, ანუ long term-ში მოიხოდება და ალბათ ეგეთ ფიჩერები დაემატება და ბევრად უფრო useful იქნება, მაგრამ თუნდაც ეხლაც ანუ მაგალითად მე რა proof of concept-ით ვცადე რომ გამიკეთებინა რა ძალიან მარტივი იყო რომ მაგალითად სამი თული მივეცი რომ ენახა ჩემი database-ის სქემა, ანუ რა table-ები მაქვს, მე რო შეეძლო რომ თითოეულ table-ზე ენახა tables რა სტრუქტურა ქონდა. და ნუ queries, just read-only queries გაკეთების უფლება ქონდა რა. just ეს სამი თული მივეცე რაღაც პატარა system prompt-ი და მე მინდოდა რომ რაღაც support ტიპად გამომიყენებინა წარმოიდგინე რაღაც ჩემი software as a service გაქვს და მაგას მიწერო აი ვინ არის ამ email-ით customer-ი და მაგ customer-ს ვთქვათ ჩაურთე ეს feature flag-ი რა. ეგეთ რაღაცას აკეთებს რა, ეგეთ რაღაცა მარტივად შეიძლება გააკეთო რა. საინტერესო არის. ისე OpenAI-ს ანუ აი ეხლა რა თქვი ის რა ქვია MCP-ც რა ჩუმჩუმად დაამატაო. კიდე ანუ რამას წინათ იყო ანუ ეხლა ხო OpenAI-ის ბოლო ყველაზე დიდი update ხო ის image generation-ი არის, მაგრამ აი მაგამდე რა update-იც ქონდათ. მან იყო კიდე ანუ ხო ეგ არ ვიცი, იცის თუ არა ხალხ ან ვაფშე იცით თუ არა. ანუ კიდე აგენტების წერის SDK დაამატეს რა. ანუ როგორც აი Crew.ai რასაც შვება, ანუ LangGraph-ით რაც შეგიძლია, იდეაში ეს OpenAI-ის უფრო Crew.ai-ის level-ზე არის რა. ანუ ის არის LangGraph-ზე ერთი აბსტრაქციით მაღლა დგას. მაგრამ ხო ანუ ეგეც მეორე საინტერესო ტოპიკი არის რა, ანუ თვითონ აგენტების წერის support-ს აშკარად ნელ-ნელა ძალიან ინტენსიურად ამატებენ ტოის. და რა ვის არის რა ქვია. ძალიან საინტერესო ტოპიკია, საერთოდ როგორ ვითარდება ეგ environment-ი რა. ერთი საინტერესოც მე რაც ახლა გავანალიზე, როცა actually ვიმუშავე რაღაც ეგეთ AI ფიჩერებზე არის, რომ ჩემგან შეიძლება უცნაუროდ ჟღერს, მაგრამ ანუ Vercel-ის AI SDK რაც არის,
ძალიან კარგად აკეთებული იმ ხრივ რომ ან თვითონ low level AI SDK-ები რო გამოიყენო ძალიან წვალება თუნდაც MCPC რა MCPC არ აქვს ჯერ OpenAI-ს მაგრამ რაღაც სხვა ნახე open control-ი არის აი SST-ის წარი ან ხალხს იგი ძალიან კაია რა მაგრამ ანუ ეს რაღაც high level SDK რაც OpenAI აკეთა ყველაფერთან მუშაობს რა OpenAI კი არ და ვერსალმა აკეთა ყველაფერთან მუშაობს და მათ შორის Wizero-ში ძალიან მარტივად შეგიძლია რომ prompt engineering-ით რაღაცა ეგეთ რაღაცა აწყო რა თვითონ ან AI epits რა მაგის გამო it's nice მოდი ახლა Wizero-ზე Lovable-ზე AI related topic-ებზე ვილაპარაკოთ რავი მე მგონი მთელი ინტერნეტი რაღაც პერიოდია უკვე ამ vibe coding-ზე ლაპარაკობს რომელიც ჩვენ გავმაზეთ ხო იდეაში ჯერჯერობით არ განგვიხილავს და მე მაინტერესებს ზოგადად აი მაგალითად დუდუ შეიძლება ორი სიტყვით გითხრა ვაფშე vibe coding-ზე შენ რა ასე ვთქვათ წარმოდგენა გაკითხა შექმნილი ვაფშე რა ხდება რატო აკრიტიკებს ხალხი რეალურად რავი გამოსაყენებელი რაღაცაა შეიძლება რაღაც ღირებულება vibe coding-ით მე როგორც ინჟინერმა შევქმნა თუ არა თუ ლიტერალურად ჩვენც გვარ კრიტიკებენ როგორც ჩანს AI-ზე ბევრს ლაპარაკობენ და მოდი ახლა დავადუმოთ ჰეითერები რა vibe coding-ი არის ჩემი საყვარელი ტერმინი რაც ამბობს გაიჩნდა და ანუ ყველას რაც წავიკითხო definition-ები როგორც founder-მა უძაიყო ყველას თავისი definition-ი აქვს რას ნიშნავს და როგორ არის ჩემთვის აი ზუსტად ეს რაღაც აი რაც ნიკა მახსენა რომ იმ ვიღაც ინკოგნიტო ადამიანმა სამ დღეში კი 3 საათში ესე არაფრიდან სხვადასხვა AI თულების გამოყენებით და ძალიან მინიმალური actual code-ის წერით კურსორით აი learning Lovable ამ ყველაფრის ერთმანეთთან გაერთიანებით რაღაც პროდუქტი შექმნა ჩემთვის აი vibe coder-ები და vibe coding-ი არის ზუსტად ეგ მაქსიმალურად ავტომატიზაციას რო უკეთებ შენ ტასკებს და მინიმალური კოდის წერა გიწევს ისე ქმნი რაღაც values დებ მაგიდას რასაც მე ძალიან მივესალმები და ხალხს ნერვები რატო ეშლება არ ვიცი ანუ it's very cool ხო მე რაც დავაფიქსირე რა არის იცი ანუ სტანდარტულად როგორც არის ხოლმე რაღაცის გამო ეს Lovable და ყველა ასე ვთქვათ ეგეთი პროდუქტი შეიქმნა რაღაც ანუ ფუნდამენტური რა პრობლემას წვეტენ ეგ არის რა უბრალოდ რა თქმა უნდა as always ხალხმა დაიწყო ამ პროდუქტის abuse-ი რა ანუ ძალიან არა მიმართულად და ცოტა არასწორი ამოცანებისთვის გამოყენება რა თქმა უნდა ალბათ გინდა vibe coding-ი და არ გინდა უბრალოდ რაღაც Lovable-ის და სხვა მსგავსი თულების გამოყენება თუ რაღაც ის გაქ რა ქვია ძალიან პატარა აპისაწყობა გინდა და ძალიან მალე it sounds like okay ხო ანუ რაღაც ჩვენ go ahead go quickly ხო ანუ მაგალითად მე დააჩვენ რა მაგარი გამოყენებას ვუყურეთ აი ვუპოვეთ იმას რა Lovable-ს არის რომ აქამდე sales pitch-ი თუ გქონდა რამის რა არ აქვს შეიძლება რამე ტექნოლოგიის რა აქამდე უნდა რაღაც პროდუქტის ბრიფი გაკეთებინა მარტო ნოლი ვიზუალებით და ასე შემდეგ და ეხლა უცბად ანუ ყველა პროდუქტის ბრიფთან, ტაიმლაინთან და ესტიმეიტებთან ერთად უცბად ეუბნები რომ აი ჯიგაროში დაახლოებით ესეთი რაღაცა იქნება. ეს თქო ძალიან ესე უნდა უთხრა რომ ყარად რომ ანუ ამას ეხლა ვერავინ ვერ გამოიყენებთ ეს just ვიზუალებისთვის არის და ის არის რა ქვია. ძალიან გვეხმარება რა იმენა ისა სერიოზული პროდუქტივიტი ბუსტი არის სეილების ფიჩი აი კატასტროფული ბუსტი. მაგრამ ეხლა მეორე მხარე არის ხო ანუ ესეთ რაღაც პატარ-პატარა ლოკალურ პრობლემებში ძალიან კარგად შეიძლება გამოიყენო მაგრამ ტიპებს მოუნდათ უცბად ის რა ქვია დასკალირებადი კოდის დაწერა ესე დიდი პროექტების აღმოჩენა უცბად ყველამ დაიჯერა რომ შეგვიძლია 2 წელი Lovable-ით წეროთ კოდი და მაგითო ხდება ხო ეხლა Reddit-ზეც და რავი ბევრ ადგილას იწერება რა ან კურსორით ან Lovable-ით წერდი 4 თვე კოდსო და Git-ით არ ვიცი რა არისო და უცბად ეხლა კურსორმა ყველაფერი დამიფაქაფაო რა და მიშველეთო რა და ანუ რაღაც მაგ ასე თქვა იმაში ვარ გარდამტეხ მომენტში რა რომ რაღაც მუღამი აქ ამ თულებს თავის თავადი მუღამი რაღაც მიზნები და ხალხი ამის abuse-ს აკეთებს რა და მე მგონი ეს თლიანი დაპირისპირება vibe coding-ში ამ გარემოცვაში არის რა რას ფიქრობთ ანუ ოდნავ ცოტა სხვა ტოპიკს ავეხები მაგრამ მაგით გავძლებაა იდეაში ამბობს სამსახურში მითხრეს რომ მეც რა ჩავატარო ინტერვიუები რა და საკმაოდ ისეთი დოქია სადაც აღწერილია მთლიანად ამ პროცესში ამ მთლიან ინტერვიუში და ახალი CTO-ს მოსვლასთან ერთად ამ CTO-მ შემოიღო პოლისი რომ ინტერვიუზე კანდიდატებს შეუძლიათ LLM-ების გამოყენება
და თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ანუ ჩემთვის ძალიან აი ვერ ვხვდები რა შეიძლება მოვიდეს ინტერვიუზე. ანუ ეს ეხება როგორც coding challenge-ად, coding challenge-ები არ არის lead code-ი, უფრო ცოტა სააზრო რაღაცებია და ასევე system design-საც. თქვენ რას ფიქრობთ? მე ჯერ ვერ ჩამოყალიბდი. სხვაშორის აი OICC-ის თუ ნახეთ, OICC-ის პოდკასტია მგონი. ერთ 30 წუთიანი ვიდეო იყო მგონი პოდკასტის UI კოდერებზე რა. და რა დავიწყე ყურება. პირველ 15 წუთი იყო hyping up all the AI stuff რა, ანუ რომ აი ჩვენი ფაუნდერების 99.3% increasing valuation basically. ხო, ყველაფერი და ანუ მე აი სხვაშორის ისაუბრეს მაგაზე რომ აი hiring-ის პროცესი როგორ ცვლიდა რა. იმიტომ რომ ერთ-ერთი ეს YC ტიპი აშკარად რაღაც ეგეთ სტარტაპი ქონდა hiring-ის. და მე ბოლო დაახლოებით 10 წუთი ალბათ იყო იმაზე რომ you still gotta know how to code, right? ბოლოს იყო conclusion-ი ჩემი აზრით იყო რომ მაინც უნდა იცოდე რაღაც სისტემები გესმოდეს, უნდა შეგეძლოს რაღაცების debugging-ი, უნდა გესმოდეს რაღაცები როგორ მუშაობს და საბოლოო ჯამში bottom line იყო რომ მაინც უნდა აიყვანო ისეთი ხალხი რომ they know what they're doing რა, nobody's hiring wipe coders რა. ხოდა ამიტომ ჩემი აზრით თვითონ ახლა ინტერვიუზე LLM-ზე წომა შეიძლება რომ ის ადამიანს კიდევ უფრო მეტი გითხრას კანდიდატზე ვიდრე ULLM-ოდ რა, ანუ რა ინტერაქცია იქნება თვითონ LLM-თანაც კი რა, მაგალითად თუ ძალიან მარტივი რაღაცაა და distracted გახდა ამ LLM-იც და ძალიან მაგაზე ჩაიციკლა თუნდაც რა, შეიძლება red flag-ი იყოს რა, ანუ რამდენად სწორად გამოიყენებს, შეიძლება საინტერესო იყოს რა. ეგ ძალიან კაი პოინტია. სხვას ვერ ხვდები რა, ანუ თუ LLM-ის გამოყენება შემიძლია და რაღაც ნამუსმა უნდა შემაწუხოს თუ გამოვიყენებ ბოლომდე, ეგ ხო ცოტა ლოგიკურია, რომ LLM-მა პირდაპირ შეუძლია პასუხი მომცეს და მე just მარტო 5% ვთხოვო რომ ამიხსნას. ანუ ინტერვიუზე რა ინტერვიუზე ის ხომ მოგეთხოვება, მაგრამ რა დავალებაც მოგცეს, ეგ ამოხსნა. თან იმას თუ და მიხვდე, რომ რისი ამ კითხვიდან გამომდინარე, რისი გაგება უნდა შენზე ინტერვიუებს რა. და შენ თუ მოგივე დავალება, ჯერ ჩააკოპირე კურსორ compose-ში თუ რაღაცაში და მე ეგ იდეაში შენ გასაუბრებას გადიხარ. ზუსტად გასაუბრებს დავალება ხოლმე თუ არსებობს, რომ რაღაც ცოტ პროცესი ჭირდება ამას, უნდა იფიქრო. და თან ხმამაღლა უნდა იფიქრო და ინტერვიურამდე უნდა მიიტანო ეს ყველაფერი და ფიქრი თუ აღარ მოგიწევს. როგორ გამიიტანა, თუ ძალით უნდა გააკეთო იმპრეშენი, რომ ეს მომცა, ხო, მაშინ. ხო და არა, მან კიდე ერთი ალტერნატივა, ანუ LLM პასუხს დაგიბრუნებს და GPT-ს ქვემოთ აქვს ის voice over-ი რა, რომ დააჭირე იმას კითხულობს რა და ოღონდ ის არ უნდა გავიწეროს რა, ანუ explanations სანამ დაწერო, უნდა დავწერო step by step რა აღწეროს რა. ისე რომ იგზნოს ინტერვიუერმა რომ ვითომ მართლა იფიქრობ რა. აუ ისა მაგათ ერთ შუთ. ანუ იცი რა სიმაშვები, აი ხო, თუ შენ კითხვას ხვდები იდეაში რა, ანუ აი system design საერთოდ რაში უნდა გამოიყენო, მაგასაც ვერ ხვდები რა, ანუ system design-ი ხო literally ანუ შენ რა, ასე ვთქვათ, production grade გამოცხადება გაქვს. ანუ system design-შიც თავისუფლად შეიძლება გამოიყენო, მაგალითად back of the envelope calculation-ები. back of the envelope ხო რა თქმა უნდა, თან თქვათ გაქვს რაღაც თუნდაც ჩატის აპლიკაცია, სადაც ხო რამდენიმე გზა არსებობს ჩატის და იუზერების რელაციას როგორ შეინახო. რაც უფრო scale იზრდება, სხვადასხვა პრაქტიკებია უკეთესი ამის გასაკეთებლად. და ეგ შეიძლება არ იცოდე, მაგრამ LLM-ს კითხო, რომ აი იუზერების მასივი მქონდეს თუ ცალკე დოკი მქონდეს, რომელიც აღწერს კონკრეტულ ერთ იუზერის რელაციას, კონკრეტულ ერთ ჩატთან და ესეთი კითხვებით ძალიან ანუ ის პრაქტიკული ცოდნა რაც არ გაქვს, მაგრამ იდეურად გესმის, პრაქტიკულ ცოდნა შეგიცვებს LLM, იმიტომ რომ აქ მაგას ეცოდება. შეიძლება. ხო, მაგრამ ის ხო, ანუ ინტერვიუერი ხო ამ შენ პროცესს აკვირდება ამ დროს და ანუ შენ როგორც რეალურად რომ მუშაობდე, როგორც მოიქცეოდი, უფრო მეტად აჩვენებ მაგას. და შესაბამისად უფრო მეტი data point-ი აქვს ჩადაჭრილი. ანუ შენ თუ მაგალითად თუ ანუ ადრე თუ რაღაცაზე გაიჭედებოდი system design ინტერვიუში ასაკეთებდი, ხო? just ინტერვიუერი დახმარებოდა. და რაღაცაზე რომ გაიჭედებოდი, ხო არნიშნავდა რომ so you failed. ან ძირად ინტერვიუების გათვლილი რომ რაღაც 10 level-ი აქვს და 5-ზე მაინც თუ მიხვედი, კაია ხოლმე და მე just ტესტავენ, აი სადამდე შეგიძლია გახვიდე რა რეალურად.
უმეტს ვიტყვი იდეაში ეს თავს ვფიქრობ რომ ანუ ესე იგი ინტერვიუ სადაც LLM-ს იყენებ და LLM-ს არ იყენებ ჩემს განსხვავდება ინტერვიუერის მხრიდან რა აი ხა მაგალითად მე რომ მივიდე იმაზე გასაუბრებაზე core machine learning-ის გასაუბრებაზე ან სადაც ნუ არაფერი არ მესმის რა არაფერი არ ვიცი ეხლა გარდა async გენერატორების არა კი ხო ნუ გარდა async გენერატორების ცხადია ხო ნახე როგორი ანუ ჩემი აზრით ძალიან ღირებული რაღაცების წამოღება შეუძლია ინტერვიუერს ჩემზე მე როგორ ველაპარაკები იმ კონკრეტულ დასმულ პრობლემაზე ჩემთვის საერთოდ უცნობ თემაზე LLM-ს რა როგორ კითხვებს უსვამ როგორ ვარკვევ რა არის სწორი რა არის არასწორი და ანუ მე მაგის მიხედვით ჩემი აზრით მაგის მიხედვითაც შეიძლება მოკლედ დასკვნების გაკეთება რამდენად თინქერერი ტიპი ვარ და მაგალითად ახლა მე თუ ვკითხავ კითხვას LLM-ს და პასუხს დააგანერირებს და მაგ პასუხით ეგრევე ინტერვიუერთან დავაპროპაგეითებ that's bullshit რა მაგრამ თუ რაღაცა ღრმად ჩაუყვები რაღაცა საინტერესო კითხვებს დაუსვამ რა მნიშვნელობა აქვს ინტერვიუს და ვიუერსთან დაუსვამ ახლა გიოს თქმის არ იყოს საინტერესო კითხვას თუ LLM-ს დაუსვამ და ამაზე თუ მე თუ ავაწყობ ადეკვატურ რაღაცა იმას ფიქრის პროცესს LLM-თან საუბრის შედეგად რა მაგიდან გამომდინარე ფიქრობ რომ შეიძლება დასკვნების გაკეთება დაჟე მეცაც გეტყვი მე მგონი კაია ეგ რა იცი რატო სხვა შემთხვევაში შეიძლება ტიპი აიყვანო და ძალიან ცუდი LLM-ის გამომყენებელი იყოს და ესეთ შემთხვევაში ძალიან კარგად დაავალიდირებ რამდენად აზრიანად იყენებს LLM-ს რა вообще ორი ინტერვიუ უნდა იყოს LLM-ის და LLM-ის გარეშე ხო და წეგან მაგაზე ვფიქრობდი ხო და ესაა ჩემი პრედიქშენი აქ მარკერი დასვით და ამ ვიდეოს შევხედოთ 1 წელიწადში ზუსტად რა ჩემი პრედიქშენი არის რომ ეხა როგორც ცალკე არის ხოლმე soft skill-ების გასაუბრება ხო იცით რაღაც სერიოზულ კომპანიაში რა ხარ ეგრე ცალკე იქნება LLM-ების გასაუბრება რა რაღაც ტექნიკური სისტემ დიზაინი LLM-ების გასაუბრება და soft skill-ების 1 წელიწადში ამ ვიდეოს ნახოთ კი ზუსტად აი თავიდან რასაც ამბობდი ნიკა მაგას ჩაუბრუნდები სანამ დუდუმ ჩვენმა შესანიშნავმა co-host-მა იმენა შეგვიცვალათ tangent post-ზე წაგვიყვანა side quest-ზე ვიარეთ ხო ანუ იმას ვფიქრობდი რომ ეს V0 და ის რო წარმოიდგინო V0 რაღაც V0 და Bolt-ი და ეგენი რასაც აკეთებს რა რეალურად მაგ ყველაფერს უკვე წლებია რა შეიძლება 10 წელზე მეტია ქონდა solution-ები ოღონდ მეტი friction-ი ქონდა რა ანუ მაგალითად შენ თუ იწყებ რაღაც ახალ კომპანიას რა ძალიან დაბალი იყო იმის ალბათობა რომ შენით აგეწყო შენი UI-კითი ხო რაღაცას გამოიყენებდი ან bootstraps 10 წლის წინ ან არ ვიცი recently shadcn-ს ხო და იგივე თქვათ landing page-ი თუ გჭირდებოდა შენი კომპანიისთვის შენს in-house engineer-ებს არ გადაუხდიდი რა მაგაში რო ეგ გააკეთებინათ ვიღაცას დაიქირავდი რომ webflow-ზე აეწყო ის რა ცოტა მეტი friction-ი გქონდა მაგრამ შეგეძლო რომ რაღაცა დელეგაცია მოგეხტინა რა და kinda ეგ ისინი ცოტა კიდევ უფრო წინ წავიდა და კიდევ უფრო შემცირდა მაგის friction-ი საბოლოო ჯამში ხა მაინც ისეთ რაღაც landing page-ს ვერ აწყობ ალბათ რომ რაღაც მართლა ლინეარისნაირი იყოს მაგ V0-ი მაგრამ მაგ პროცესს ამარტივებს რა და მაგ თავიდან რაღაცა დაგეკონფიგურებინა ეგ შადსინები და რაღაცები მაგას მაინც გაშორებს რა კი აუ და ეხა გამახსენა იმაზე რა ქვია ძალიან საინტერესოა რომ რამდენად იზრდება adoption-ი ცოტა რეალური ის რო გქონდეს რა feeling-ი ეხა არ მახსოვს ვერ ვნახე აი კაგრას ეხა ვეძებდი და ვერ ვიპოვე მაგრამ აუცილებლად მოვძებნი მე თქვენს გაგიზიარებთ და აქაც ჩავაგდოთ აი როგორც shadcn-ი ახსენე ეგრე რაღაც კომპონენტების ესე ვთქვათ ისინი ხო არის რა ქვია რაპერები რა რაღაც ბევრი კომპონენტები რა გამზადებული და ესეთ ძალიან ბევრ ეგეთ ძალიან მაგარი იმაზე რა ქვია კომპონენტების web page-ებზე ვიპოვე ახალი ასე ვთქვათ ის რა ქვია ბატონები რომ აი რაღაც კომპონენტს გაჩვენებენ აი ესეთი კომპონენტი გინდა copy prompt for lovable აქვს ეგრევე რა ბატონი და ანუ lovable-ზე ორიენტირებული prompt-ი ამოდის თავისი ასე ვთქვათ კონტექსტით იმ კონკრეტული კომპონენტის და აი უმაგრესი ანიმაციები შეგიძლია ეგრევე lovable-ის ასე ვთქვათ prompt-ი ან V0-ს prompt-ი გადააკოპირო და ერთ-ერთში გადააკ რა ჩვენ ახლა მაზეგის ლენდინგი გვინდო და ძალიან მალე აგვეწყო რაღაც დილა გაქენდა და ვიღაცა მკითხა რატო არ გაგხვდა და უცბად უნდა აგვეწყო და რაღაც ეგეთი ანიმაციები მოვძებნეთ და mazeg.io-ზე რამე ის თუ არის რაღაც სფერო ბრუნავს და ასე შემდეგ ყველაფერი მაგ პრომპტების დაკოფით გავაკეთე რომ ეგ ძალიან მაგარი არის რა ხო ანუ მაგას გამახსენდა ზდაზე თუ ნახეთ replit რო არის რა
ეგეთი პლატფორმა. მაგას აქვს ძალიან დიდის და რა, ანუ ბოლო პერიოდში რაღაც ძალიან დიდი მარკეტინგი ხონდათ, აი consumer based რო just build your any app რაღაც ტელეფონში და რაღაც ეგეთები ფოლოგრამებს გააშერა მაგდების ჩარტი რა, ესეთი exponential და ანუ ან თქვენ ან ვინმე ვისაც თქვენ იცნობთ ხო არ აქვს replity და ეგ აჩოს მე მგონი მარტო არა კი ეგ replity თუ გამოგიყენებიათ თქვენ ან ვინმე სხვა იცნობთ ვისაც replity გამოუყენებია ლითერალი არავის არ ვიცნობ მიიღოთ ანუ საერთოდ რა ხო და ანუ იდეაში ამათი ალტერნატივა არის ხო ანუ სტანდარტულად ამათი ალტერნატივა lovable-ის და იმის მე როგორც ვიცი თუ არა replity ადრე რომ იცდია არის იყო რომ just რაღაც აი basically lambda functions წერდი before lambda functions were cool რა მე ეგრე მესმის და ეხლა გახდა ეს ყველაფერი მაგრამ მაინც არ გამიტესტავს to be honest ხო აი ხარასაც უყურებ ეგ არის რა ანუ ის არის make apps inside with natural language prompts ანუ აშკარად no code needed ხო აშკარად რაღაც ეგეთი არის რა საინტერესოა ესეც ეს საინტერესო ისაა რომ ეგეთ ფენომენს დავაკვირდი რომ AI-ს როცა ვიყენებ ყველაზე დიდი დოპამინ ჰიტი და ყველაზე დიდი აჰა მომენტები მაშინ მაქვს როცა რამე ისეთში ვიყენებ რაც არ ვიცი რა ან თუ რაშიც არ ვარ knowledgeable და ბევრი გამოსილება არ მაქვს და არ გამომიყენებია და უცებ მეხმარება რომ რაღაც 0-დან 1-მდე მივიდე ვთქვათ რა ეგეთ რაღაცებზე ყველაზე მეტად მომწონს და მე მგონი ეგ ხსნის ამ ჰაიპსაც რა აინდა რომ ხალხი რომლებისთვისაც ძალიან რთული და ხელმიუწვდომელი იყო პროგრამირება და რაღაც აპების შექმნა უცებ ეს გახდა შესაძლებელი რაღაც დონეზე რა და წარმოიდგინე მე პირველად რომ ვისწავლე რა პროგრამირება და რაღაც კალკულატორი დავწერე რომ ორი რიცხვს ერთმანეთს ვუმატებ და ძალიან დიდი დოპამინ ჰიტი მქონდა მაგას ახსოვს და წარმოიდგენია როცა რაღაც ტექსტ ჩაწერ და რაღაც აპი გაქვს რა მაგას როგორი ეფექტი აქვს მგონი kind of ხსნის მაგ იმას კი აუ და ეხლა რას დავკვირდი იცი ანუ წარმოიდგინეთ რომ ეხლა ვართ ტიპები ვინებმაც ეხლა უნდა ვისწავლოთ ჩათვალოთ პროგრამირება რა როგორი ანუ დისციპლინა არის საჭირო ეხლა ახალი თაობის პროგრამისტებისთვის რომ ანუ ის რაღაც ფუნდამენტალები და ბეისიკები მართლა ძალიან ღრმად ისწავლონ და ყველაფერზე ანუ AI-სკენ არ წაუსდეთ ხელი ანუ მე მგონი ბევრად რთულია მე მაგრამ გამიჭირდებოდა ეხლა ნოლიდან რომ სწავლობდე რა ძალიან ისეთი პოინტია მეც ძალიან გამიჭირდებოდა და გიომ რაც თქვა დიდად ბოლომდე ვერ ვეთანხმები იმიტომ ჩემთვისაც მეც აი რაღაც ქართული ტიპი იყო Java-ს კურსებს აკეთებდა პირველი ჩემი პროგრამირების შესახებ ეგ იყო რა ტერმინალში აკეთებდი უბრალოდ Java-ს პროგრამას და თავი მუღამი იმ კალკულატორის ჩემთვის იყო ის რომ ვიცოდი ჩემი ხელით დაწერი რაღაც მუშაობდა უკან და რაღაც ესე პროსტა აპი მქონდა ჩემი ეგ არ იყო არასდროს რაღაც ესეთი გოული რა თვითონ ეს პროცესი და მე რომ რაღაც რილაქს დავაჭერდი და ჩემი თვიაზრებდი აქ უკან ბექგრაუნდში ხდებოდა ძირითადად ეგ მომიჭებდა სიამოვნებას და vibe coding-ი რაღაც პონჩი მაქსიმუმად გაკლებს რა კი ხდება რაღაც რილაქს რომ დააჭერ მაგრამ სიმძლევრეში ხდება მაინც არის თუ თან კოდის წერაც არის რა მე მგონია რომ inevitable abstract თქვი არჩევ თქვი ხო მე მგონია რომ inevitable abstraction-ი არის ხა ეს რაც ხდება რა რომ ანუ იგივე მიმართება არის low level პროგრამირების ენაზე რომ რაღაცები გეწერა ჩვენ საყვარელ assembly-ზე და ეხლა რომ მე კოდის წერდით ამ რაღაც framework-ებს რა შეიძლება ჯერ ეგეთი sexy არ არის ჯერ ანუ აგენტებით რაღაცების წერა მაგრამ I'm pretty sure რომ ეს რო დაიხვეწება საკმაოდ საინტერესო და კომპლექსური tech flow-ების აწყობა იქნება შესაძლებელი სადაც აი შენნაირი ტიპები მაგ ინტერესს უკვე დაიყვაყოფილებენ რა და არა უკვე low level კალკულატორის წერით it's just my assumption რა ანუ შეიძლება ანუ შენ რასაც ამოფარი რომ ეხლა თუ ანუ ეხლა რაღაცა გიომ რაც ახსენე ის დოპამინ ჰიტი რაღაც პრობლემის ამოხსნა და პრობლემის ფიქრის ლეველი აქ რაღაცა იმაზე არის რაღაც კოდის სწორად დაწერო ბაგები არ ქონდეს ამ შემდეგ მაგას თუ AI მოულის უბრალოდ ეს პრობლემებზე ფიქრის და გადაწყვეტის thinking level-ი აიწევს ერთი დონით მაღლა და იქ მოგვიწევს მე ამ რაღაც ჩელენჯების თავი და ჩელენჯები. მოკლედ
კომპლექსური აგენტური სისტემის აწყობა, ჩემი აზრით, ეხლა რო ავაწყო, არანაკლებ ტექნიკური ჩალენჯია, ვიდრე რაღაცა, არ ვიცი, Kubernetes-ით ორკესტრაცია რაღაც სერვისების რა. ან იგივე scale-ზე. უკვე დეკლარაციული არის, მან ყველაფერი მოგვარებულია, არა, ეგეთი რითმა. მაინც არ ვისწავლი Kubernetes. არასდროს. კაი, ანუ vibe coding-ზე მოკლედ ის რა გვაქვს, რა ქვია. დასკვნა გჭირდება მეგობრებო. ეხა გიო გვეტყვის დასკვნას vibe coding-ზე. To kind of vibe coderებს და hardcore coderებს, I guess, and just coderებს, რა არის მაგის საწინააღმდეგო გვარიც. რეალურად საბოლოო ჯამში არც ერთს არ ესმის ბოლომდე, რომ საბოლოო ჯამში product-ი გჭირდება, ხო? ანუ end result-ი ეგ უნდა იყოს მაგარი რა და kind of არ აქვს ალბათ მშობა როგორ მიხვალ მაგამდე. და მაგრამ ჩემი აზრით დღეს vibe coding-ი არ არის საკმარისი, რომ მიხვიდე product-ამდე რა, ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი. Approve. აი, vibe coding-ი რახან ახლა გვერდზე გადავდეთ. მე მგონა ყველა იტყოდა დასკვნას და ანუ მე ვიყავი დამსკვნელი. ხო, ანუ შენ ხარ ის არა ქვია რა, ჩვენი იდეების გამაშიღრებელი ადამიანი. ყველაზე კარგად შემაპარაკო ასე. זה მარტო AI-ზე რო არ გამოგივიდეს, უცებ ვიტყვი, რომ ცოტა რამე დეტერმინისტული რამეს თქვათ ფაქტი, რომ Nest.js sucks. Okay, next. აი, გავაკეთე. როგორ გავაკეთოთ ხოლმე იცი, ანუ ვიდეოს რო დაიწყებს, არ შეიტყვის რომ ჩვენი რაღაც მაყურებლების 73% და subscriber-ები და Nest.js sucks და მე გავაგრძელოთ ხოლმე. და Discord-ში დაემატეთ და ესე over and over again. აი, სხვა თემები რა გვაქვს ახლა კიდე, აბა? ხო, ისე საინტერესოა, აი ძალიან მართლა bubble-ში, აი ვაღიაროთ ახლა ხო, მე AI bubble-ში ვარ, ანუ ძალიან ჩვენ Discord-შიც რამე თუ იწერება news-ი, AI-ზე არის news-ი, AI product-ზე და AI talks-ზე და AI blogs-ზე. რა შეძახი AI bubbles? ანუ ძალიან biased ვარ AI tech news-ებში, ახლა ამ ეტაპზე რა ჩვენ ვლაპარაკობთ. მაგრამ მართლა რამე ხო არ იყო ამ დღეებში ისეთი არა AI tech რამის რილიზი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს და შეგხვდათ, რომ ვა, cool. და არ არის AI. ანუ თუ ვაფშე აღარ არის ეგეთ არაფერი აღარ გამოდის. რამე ისეთი. ხო, მე ანუ დაჟე ეგ პატერნი შემოჩნია ეგეთ hacker news-ზეც, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა იდეოდა ხოლმე აქამდე რა, ან პროდუქტის ისენი ან რაღაცები. ეხლა აშკარად ძალიან ხმაური არის AI-ის გარშემო რა. მაგრამ ზუსტად ამიტომ არის დრო რომ ამ AI ხმაურზე მოვახდინო კაპიტალიზაცია არჩევ და იმახსოვრე. იო ეხლა ვზივარ AI-ის იმაზე. ჯერ ნელამი ვდივართ. მაგრამ ხო რა არის თქვენი აზრით, ანუ ძალიან ბევრი noise-ია, ხო? როგორ დაიწყო სიგნალი. ალბათ ერთ-ერთი გზა არის რომ დაადგე და build something. და ორი ვარიანტია მანდაც when you building, ანუ ან რამე opportunity studio-და გააკეთო, მაგალითად აი ხავდათ გააკეთო აპლიკაცია, რომელიც OpenAI-ს ვაყავს, რომ Ghibli-ის ფოტოები დაიგენერიროს, იმიტომ რომ ბოლო 3 დღეში 1.50 სურათი შექმნილი ახალი thread-ი ჩააგდე, ჩაუწერე Ghibli-fied-ის დაელოდე, ანუ ეგ გავაკეთე ალბათ 1.50-ჯერ რა. მაგრამ ნუ უფასოდ kind of subscribe უკვე აქვს. შეიძლება ეგეთ რაღაც გააკეთო opportunistic და მეორეა რომ რაღაცა core რაღაცებზე იმუშაო რა. ან უბრალოდ ალბათ მესამე არის kind of რომ რაღაც software as a service-ები გააკეთო, რომელიც თავარი feature AI არ არის, მაგრამ აქამდე არ იყო კარგად შესაძლებელი. და ეხლა რადგან უკვე AI-იც რაღაცები გახდა შესაძლებელი. შეიძლება. მაგრამ მაშინ კითხვა არის რომ რა არის ის რაც შეუძლებელი იყო AI-მდე და ეხლა უფრო შესაძლებელია რა. მე მივყვები opportunistic options რა და გეტყვი რატო თან ანუ ის კონტექსტიც ეგ არის ხა აი კაგრას ეს OpenAI-ის ეს ახალი image generator ფუნქცია რო დაამატეს მოკლედ მანამდე რაღაცებს რამდენიმე დღე ანუ მე მგონი 2 კვირა თუ რაღაც ჩვენი ერთ-ერთი ის რაღაც research topic-ი იყო ზოგადად ეს image და video generation-ი რა მან ზოგადად მაგას ვთქვათ environment-ში რა მოდელები არის საერთოდ სად არის რა ეს ტექნოლოგია ანუ ესეთია დეტერმინისტული არის ანუ production-ში და ინდუსტრიაში შეიძლება გამოიყენოს და შემდეგ რა და კაკრას აიწე გარას თქვი მაგ opportunistic flows მივყვებით ახლა ჩვენ რომ
ანუ აშკარად ეს მოდელები, ხო და ეხლა ამ ტოპიკზე ერთი რაც ვიპოვე, არ ვიცი თუ იცით, ან თურმე ეს რაღაც ინოვაციურ იდეებს, აი აგინდა ეს hardware ინოვაციური იყოს ან software ინოვაციური, აქვს technology readiness level რა, RTL TRL-ი არის ეს რაღაც ზოგადი ისა რა, ინდექსი დავარქვათ რა. 1-დან 9-მდე არის და 9 არის რომ ძალიან mature არის და ready for industrial usage. და რაღაცა NASA-ში რაკეტებს და სხვადასხვა რაღაც hardware ინოვაციებსაც ეგ სტანდარტი აქვს დასჭირდება და ამ იმას რა ქვია. Image generations, ანუ creative image generations აქვს 9, ანუ რაღაც develop-ა თუ გინდა რომ აი რაღაც geo იმაში რა ქვია, unicorn-ზე ზის და რაღაცა popcorn jumps ეგეც დააგენერებს, მაგრამ რეპლიკირებადი მარკეტინგში რო გამოიყო. არა, 9 არის ძალიან კარგი. ანუ ready for industrial usage რა. და სურათებს აქვს 9. ოღონდ creative სურათების იმას რა ქვია. და ანუ რაღაც თვითონ moon landing-ის დასაფეიქებლად ვერ გამოიყენებს NASA. ხა. და იმას რა ქვია, ანუ მარკეტინგში რო გამოიყენა მაგალითად რაღაც შენი პროდუქტების ავტომატური იმები, კონტენტ გენერაციისთვის, მაგას რაღაც 5 რა, ანუ not deterministული არ არის მოკლედ რა. და ეხა კაკრას ან ამას ვარესერჩებდით, სხვადასხვა მოდელებს ნახულობდით და ეხა რაღაც ერთ-ერთ პროდუქტის იდეაზე ვმუშაობთ, რომ რაღაც სერვისაც შეიფუთოს ამ კაკრას image generation-ის flow-ში და ხო, ანუ ერთი რაც დავამუღამეთ და კაკრას ამდენიმე დღის წინ ბაზრობდით არის, რომ აშკარად თან რაღაც ქართულ ბაზარზე მაინც რა. ეს ახალი ტექნოლოგიები რომ მუშაობს იმდენად ინფორმაციული ვაკუუმი არის, რომ ეხლა რომ მაგალითად დაიწყო რაღაცა, ეხლა მაგის API არ არის ხო გამოდგმული, მაგ OpenAI-ის მაგ მოდელის რა, image generation-ის. შენ რო ეხლა რაღაც დაიწყო, პროდუქტის ნაწილი რაც არის, ეგ რო გააკეთო. მე ეს რო API რო გამოიდგმება, assuming რომ რაღაც კატასტროფული rate limit-ები არ იქნება. მიაბი ეგრევე და ანუ მან უკვე მოსტრებაზე არის რა, ანუ თუ ყოველ ვინც რაღაც ამ პირველ ინოვაციას მოასწრებს და კაპიტალიზაციას მალე მოახერხებს, მე მგონი ჩემი აზრით ძალიან დიდი ღირებულება შეიძლება რა მან შეიქმნას. ამიტომ გაქვიდა იმეც. ამიტომ opportunistic რაღაცებზე ვაჭერთ რა ჩვენ რა, იმიტომ რომ ის fun პირველ რიგში ძალიან fun არის. ეგ არ ვიცი ხამდენად opportunistic არის, ანუ მაინც 1-დან 9-მდე რო აიღო opportunism-ი, აი 9 იქნებოდა რომ აი 3 კვირა რო გაკაჭავს რა, ეს რაღაც შენას წააგებს. ოკეი, შენ საერთოდ რადიკალურად levels IOM რო დააგენერირა თამაში, რომელსაც არა, მე მგონი დღეს აღარ ახსოვს ხო არავის. რავი, კაი თამაში იყო. ნუ შეიძლება ვიღაცები თამაშობენ, მაგრამ ნუ ერთ წელიწადში არავის არ ახსოვება და ისეთი რაღაც ერთგულიანი opportunism-ი არის, რომ Apple-მა მაგალითად 20 წელი გამოიყენა Intel-ის ჩიპები და მე ერთ დღეს just გადავიდა თავის ჩიპებზე და ის ქვედა ის მოხსნა. შეიძლება ალტერნატივა გააკეთო, რომ შენ რამე რო გააკეთო ისეთი, რომელიც უკან იყენებს OpenAI-ის და იმდენი მხოლოდ user base-ი ყავს, აი მხოლოდ revenue გაქვს, რომ უკვე შენი მოდელები შეიძლება შექმნა. ოკეი. ხო, შენ რას გვექს და ჩუაშია. ოკეი. ესე იქ საინტერესოა, ანუ ამ მე როგორც წავიკითხე ის რა ქვია, ამ ახალი OpenAI-ის ასე update-ის ერთ-ერთი ყველაზე ნიშური რაც არის, რაც სხვა მოდელებს არ აქვს, არის რომ ანუ ტიპოგრაფია, ლეიბლებს აკეთებს ძალიან მაგრად რა, ანუ იდეალურად. ეს საინტერესოა საერთოდ ანუ მაგ ცოტა deep tech-ში ვერ ჩავედი ვაფშე რა ასე ვთქვათ, update-ები ქონდათ ან არქიტექტურის დონეზე ან რამე. ვინმე სხვა ქონიათ დრო და mental capacity მანდრო ჩაძიებულიყავით მაგას. ან რა ტექნიკურ დონეზე გააკეთეს ეგ. მაგაზე მეც არ მქონია, მაგრამ რადგან რაღაც სპეციფიური ნაწილშია OpenAI-ის მოდელი უკეთეს მეც ერთი კითხვა მაქვს ახლობით მაგთამა და ბარემ ვიკითხო რა, ანუ ტექსტისთვის მაგალითად ხო აკეთებენ სინთეტიკურ დატას. text-based მოდელებიც ასე ტრეინინგზე და თუ იცით ესე image generation მოდელებისთვის თუ ქმნიან ხელოვნურ ფოტოებს და მე ატრეინინგებენ ამ მოდელებს ამ ხელოვნურ შექმნილ ფოტოებზე. რატო არა, კი. და მეცაც გეტყვი, ანუ ის რომ ამათი მოდელი სურათზე ტექსტებზე ძალიან მაგარია, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტექსტიანი სურათი ანახეს ახალი მოდელს და that's-it რა. აბა სხვა რა უნდა იყოს ანუ. მიმები. თუნდაც. ხო, ერთი ისე disclaimer-ი არა და არა, ამან ალბათ distillation-ი იგულისხმა, ხო? როცა შენ სხვა მოდელის output-ზე ატრეინინგებ. კი, ეგეც ეს რავი რატომაც არა. ხო, ერთ მოდელს მე ხელები იქნება სწორად რა, ანუ
აუ ხელები არის, ანუ აი ორი ხელი ტვინში ექნება სისხლი, ანუ ტვინში სისხლი ჩამექცა. აი აღარ შემეძლო ბოლოს უკვე რა. მაგრამ ხო ის ეგ ძალიან ფან მომენტი იყო. მე აჩო და ნიკა ვართ ერთად ოთახში და რაღაც ფოტო დავაგენერეთ და პანიკაში ვართ რომ რა ამაზია და დაახლოებით 10 წუთის მერე რომელიღაცამ დაინახა რომ სამი ხელი ქონდა კი. ალბათ ანუ მართლა ვერ ვამჩნევ, ანუ იმდენად კარგი იყო ყველა დეტალი სხვა. რა ხო ანუ ხელებზე საერთოდ მოდი არ ჩაგეძიებით რისი სურათი იყო. By the way, ერთი issue რაც არის ამ ტექსტებზე რა. ტექსტების დადებაზე არის რომ მარტო ინგლისურზე არის ეგეთი კარგი. თქვენ რო ცადოთ სურათის აგენერირება, სადაც მაგალითად ქართულ ძალიან basic ტექსტს დაადებს, მანდ უკვე ერხევა რა. ანუ სხვა I assume რომ არა ინგლისურენოვანზე ეს GPS მოდელი ტექსტებში ვაფშე არ არის ძლიერი რა. ეგ და მეორე downside-ი რაც აქ არის რომ ანუ ტიპოგრაფიის სპეციფიკაცია არ შეგიძლია მისცერა, რაღაც default ის არის რა ქვია. Default ტიპოგრაფია ან თვითონ დინამიურად ხდება. შეიძლება ჩავუგდო რომ აი ჩემ ტიპოგრაფიაზე აი ამაზე ესეთი ლეიბლები დამიგენერირე, მაგას ვერ აკეთებს რა. მაგრამ still ანუ ძალიან მაგარი არის რა, ანუ სხვა მოდელებთან შედარებით ეგ ძალიან სერიოზული ბუსტი არის რა. მით უმეტესად მარკეტინგული პოტენციალური კამპანიების რაც შეიძლება რა გამოიყენა. Guys, ისე იცოდით, ანუ Gemini 2-იც რო ძალიან მაგარი ყოფილა იმაში, რომ image generation, მე არ ვიცოდი რა. და საიდან გავარკვიეთ ახლა რა? ამ image generation-ის ზოგადად ყველაფერს რო ვარკვევდით, ესეთი თული ვიპოვეთ florafauna.ai და ანუ ისა სხვადასხვა, ანუ თავისი კლასტერები აქვს, მოკლედ GPU-ების და მაგათ აბსტრაქცია არის, უბრალოდ კარგი UI-თი რო გამოიყენო სხვადასხვა ესენა, image და video generation თულები რა, ანუ proxy არის ჩათვალე. და default-ად იყენებენ იმას რა ქვია, Gemini-ს რა, ორს და იდეალურად მუშაობს. რომელიც არ ვიცი როდის, ანუ საერთოდ ჩემ ვასტოდ რადარში არ იყო და დიდი ხანია ეგრე არის თუ რაღაც ახალი update-ი არის რა. აი გახსენდა Gemini-ზე Windows-და თქმა, იმიტომ რომ ეხა გახდა ფაქტობრივად mainstream მოდელი რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ყველაზე იაფია და ძალიან capable არის. კი. დღეს ვკითხულობდი კაკრას, არ მახსოვს რაღაც რომელიღაცა იმაში, ანუ თვითონ coding use case-ებშიც აი ძალიან performant არისო რა ძალიან და ანუ ეგ ორი იყო image generation და coding related აქტივობები რა. რომელიღაც პოდკასტში თქვი რომ ანუ მე მგონი რა ფორო იყო რომ Google-ით თქო მაგარ სამუხად ჩავსთქო და რაღაც ტოკებზეც რაღაცა თქვი რა. financial advice არ არის. კი. იმედია მაგ კლიპს ამოვაგდებ რა მე. კი. აი რა პროდუქტებს იყენებთ ხო ხა გამახსენდა რომ მაღაზია ვაპირებთ კიდევ საუბარს ახლა მაღაზიას გამახსენდა შენ ასე თქვი ერთ საინტერესო პროდუქტი რაც ნახე და რამდენიმეა უკვე ეგეთი და მე მგონი ერთ-ერთი ვაისიშიც არის უკვე რეალურად რა ფლოუს აკეთებდნენ დღეს ახლა ეს უფრო obvious გახდა მაგრამ აქამდე ცოტა უფრო რთული იყო რა ანუ TikTok-ის ვიდეოებს აგენერირებენ რომელსაც ქვია user generated content marketing-ი რა და როგორი სტრუქტურა აქვს ანუ თავიდან რაღაც ერთი კადრი thumbnail-ით, რომ მაგათად, არ ვიცი, ან რაღაც საინტერესო რაღაცა ხდება, ან პროსტა ვიღაცა ლამაზი გუგუზის და ზემოთ აწერია, რომ აი მაგათ შენ თუ მარკეტებ რა დამტენს, აუ როგორ არ ვიცოდი ამ დამტენზე. და ეს არის პირველი 2 წამი. და მერე გადადის just demo შენი პროდუქტის რა. და ანუ that's it basically. მაგრამ რადგან რაღაცა ეგრე მუშაობს ადამიანის გონება, რომ ის პირველი 2 წამზე რომ ის რაღაც დაინტერესდება, მე ბარემ იმ დემოსაც უყურებს რა. conversion rate-ი გაიზარდა ხო ეჭე. ხო. და როგორც აგენერირებენ, არის რომ ანუ basically ხა შეგიძლია რომ ეხლა უკვე ამ photo შეიძლება ჩაუგდო შენი პროდუქტის რაღაც სურათი, რაღაც გადაიღო selfie, ან just უთხრა დააგენერე სახე, რომ ვიღაც ეს უჭირავს, მე ზემოთ დააწერე ტექსტი და მე ერთ-ერთი ეს სურათი აიღო და Sora-ს API-ს გადასცე OpenAI-ს, რომ ალაპარაკოს შენ ტექსტით, ნუ ტექსტის გენერაცია აღარავის აღარ უყვირს. ეს რაღაც 4 წამიანი ვიდეო დააგენერო და მე ამას just დაადო შენ დემო რა. და ერთ-ერთი ესეთი პროდუქტი რაღაც უკვე 5-figure MRR-ზე არის ასული რა, იმიტომ რომ ალბათ აი შენს წამბობდი მარკეტინგი ისეთი სფეროა, სადაც შეიძლება ანუ 5-ზე არის მაგის readiness-ი. მაგრამ ანუ მარკეტინგში bleeding-ზე რას კარგავ რა, ანუ შენი ეს ახლა ნასახო არ ხარ რომ რაკეტა ჩამოგივარდეს და you can just market. და ამიტომ დღესდღეობით ალბათ აი კრეატიული რაღაცეები, რადგან მარკეტინგში გამოიყენება ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კაი opportunistic
სფერო ჩანს რა. კი და თან იმან ერთი ხა ჩვენ თან ამ რესერჩის დროს კიდე უშუალოდ მარკეტინგის დომეინს გავეცანით ცოტა და როგორ აკეთებენ იცი? ანუ AI generated ან ბევრი კომპანია როგორ აკეთებს რა AI generated contents უშუალოდ ორიგინალი სტანდარტული basic content-ის ალტერნატივად კი არ უყურებენ, უფრო რაღაც კომპლემენტარი რაღაცად უყურებენ რა, რომ პირიქით ან რაღაც კომპანიის, არ ვიცი, რაღაც public image-ს ბევრად ბუსტავს, როცა ამბობენ, რომ აი ეს რაღაც მაგარი სურათი ან ვიდეო AI generated არის და ამას მაგალითად შეიძლება სულ სამ კვირაში ერთხელ უშვებენ ერთ ვიდეოს ან ერთ სურათს. მაგრამ ძალიან სერიოზული საქმეა გავლენა რა. მაგაზე ძალიან ისეთი case study არის Coca-Cola-ს რა. შარშ, ანუ ორი controversial რაღაცაა Coca-Cola-ზე AI generation tip marketing-ზე. არა. ანუ ერთი არის რომ ის Coca-Cola-ს რეკლამა რო ხო ის ცნობილი მანქანები რო დადიან რა. მე მგონი შარშან ახალ წელს გააკეთეს მაგის AI generated version და ეგ დადროპეს რა. და თქვეს რომ აი ჩვენ დავზოგეთ ხარჯები ვაფშე გადავიღეთ და ეს და რესპონსი იყო ძალიან ცუდი რა, რომ ძალიან weird იყო ხალხის თვალში რა ეს ეგეთი კონტენტი. ანუ ეგ ერთი აქეთ ახარეს არგუმენტია, რომ რაღაცეებში ეგეთი სექსი მაინც არ არის რა. მაგრამ მეორე კამპანია ქონდათ. როგორი კამპანია იცი? რაღაც საიტი ააწყვეს 2 წლის წინ მე მგონი დაჟე. Even before it was sexy. მაგრამ ნუ Coca-Cola და ყველა მოდელმა ძალიან კარგად იცის Coca-Cola როგორ გამოიყურება და they could afford it და ანუ შედიოდი ხალხი პროსტა შემოდით და რაღაცა იმას დავიკითხავ ლაივში ჩატის ხო და მოკლედ ამ საიტზე შედიოდი და წერდი რა რაღაც Coca-Cola-ს არტს აგენერირებდი რა და რაღაცა მე გადაჭედეს სოციალური ქსელები და რაღაც პლატფორმები user generated Coca-Cola არტებით რა. ხო. Okay. ის თქვი თვითონ არტისტების რეაქცია. კარგზეთ. გადმოგაბარებთ ახლა მიკროფონს. ეს ჩატი დაისკრინება და დაიდება. ანუ ვარტად დაიდება ეს ჩატი. განადგურდება სასწრაფო. ხონია დაგვასპონსორია ჩემი აჩის სათქმელი, მთავარი სათქმელი. რაღაცა იქნება Coca-Cola მედოს. ანუ ის მიაზაკის ამ გიბლის იმას რო აგენერირებდნენ ხა ხო იყო ეგენც რომ არტისტები ამას ხატავდნენ წლები და just semmeltman-მა იმენა გადაატარა რა ერთი ტრენინგი და იმას ქნა. ნუ ეგ არგუმენტი არ ვიცი ხა მაგას არ ჩავძებიო მაგრამ yeah sucks kind of. ხო ის ნახეთ ანუ მე მგონი გუშინ დაპოსტმა semmeltman-მა იმაზე X-ზე რა რომ თქოთ რომ ეგრე ინტერესებდა არ გამოიყენოთ ეს image generation-ი ანუ our GPUs are literally on fire რაღაც ანუ იმენა ისეთ ტექსტი დაწერა რა melting-ot რაღაც ხო და ის რა ქვია rate limit-ი გაზარდეს ძალიან ანუ ეხა არ ვიცი შეიძლება ძალიან ვწდებოდე მაგრამ რაღაც დღეში 3 თუ რაღაც ძალიან რამდენიმე საათში 3-ის გამოყენება შეგიძლია რაღაც ძალიან გაზარდეს ძალიან კაი აშკარად მოკლედ ინფრასტრუქტურა საერთოდ არ ქონდათ გათვლილი იმ დონის მოთხოვნაზე რომელიც დაფიქსირდა რა ძალიან კაი use case-ი გამიზიარა ჩვენი მეგობარი ერთი და ესეთ ჩვენ არის აგენტო აქვს და მოკლედ გრაფიკული დიზაინერის obsolete-ness-ის მაგალითი რა როგორ აღარ ანუ როგორ ჩაანაცვლა იდეაში ამ კონკრეტულ case-ში რომ რაღაცა ვისჭირდებოდა კვიზების საიტივით არის და რაღაცა ანიმირებული აიკონივით რა ადამიანის ბაბუას წარმოიდგინე და ოღონდ სხვადასხვა მუდების რა სხვადასხვა იმ განწყობის ერთზე გაბრაზებული ცეცხლებს ყრიდაპირიდან მეორეზე რაღაც გაღიმებული გულები ტრიალებდა თავზე და ეხა ეგ როგორ გააკეთა რა ერთი ანიმაცია GPT-4-ს დააგენერირებინა ჩვეულებრივი აი მაგალითად სურათი დააგენერირებინა ბაბუის და წინ ცეცხლით რა და მე ეს უნდა და ანიმაცია ამისი და როგორ გააკეთა იცი სანამ rate limit-ებს დაადებდა GPT რამდენიმე დღის წინ უთხრა რომ 8 წელი სურათი დამიგენერირე და მე JavaScript-ის კოდით დაწერე რომელიც ანიმაციას შეკრავს ამ 8 სურათიდან რა და ისეთი საკაიფო ანიმაცია გამოვიდა რასაც თვითონ მითხრა რომ ამას რამდენიმე დღე გრაფიკულ დიზაინერს დაჭირდებოდაო და მე 2 საათში გავაკეთეო რა ანუ ძალიან კაი use case-ია რეალურად ხო და ეგ OpenAI-ის კიდე ერთი update-ი არის წინა ორი რაც ვახსენეთ რომ ანუ background-ების მოშორება რო შეუძლია რა ანუ რაღაც თავარი ასე თქვა subject-ის ამოღება ხო ეგეც მე მგონი ჯერჯერობით პირველი არის რა ქვია პირველი მოდელია რომელიც მაგას აკეთებს ხო და ანუ იმას რომ დავუბრუნდეთ წეგან იდეაში კიდე side quest-ზე წავედით ანუ
ჩვენ რათულები დავარესერჩეთ რა ამ image და video generation-ის სიდეშა ძალიან ბევრს ვეთამაშეთ თვითონ კონსიუმერის გადმოსახედიდან აი ვინმე არ ვიცი დიზაინერი თუ გვიყურებს ან მართლა გრაფიკული დიზაინერი არ ვინმე florafauna.ai არის ანუ ყველაზე კარგი UX-ი რასაც ქონდა და ძალიან ბევრი მოდელი დაუნსტრიმზე ვიდეოების გენერაცია რაღაც ერთ კომპანიას დემოსთვის აუწყეთ ჩვენ ხელით ვიდეო პრომო ვიდეოდან რავი აი სასწაულად ძალიან მაგრად იმუშავა ну აი მართლა რომ გაოცდები ისე კარგად რომ იმუშავა ეგ Confi UI არის კიდე რომელიც ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა გვირჩია ეგეც ნახეთ და ну მოკლედ ანუ იმეებისთვის florafauna ჯერჯერობით ჩვენი ისა ფავორიტი არის ძალიან მაგრამ მუშაობს სურათებზეც ვიდეოებზეც და runway ML არის ესეთი კონკრეტულად ვიდეოებზე მორგებული ასე ვთქვათ სერვისი პროდუქტი რომელიც ხო რაღაც თავისი ასე ვთქვათ downside-ები ქონდა ძალიან ბევრი ექსპერიმენტით მაგაზეც მაგრამ ხო ეხა ერთი კიდე რაც გამახსენდა არის ესეთი imagine.api.dev არის ვიღაცა ჯიგარს ვიღაცა ჩუვაკს გაკეთებული აქვს უბრალოდ ეს ყველა სხვადასხვა downstream API-ების abstractor-ი ან orchestrator-ი Midjourney-ის DALL-E იდეოგრამი Magnific და Runway-ი რა და ღირს თვეში $30 მაგრამ თვეში $30-ის რაღაც ერთ მოდელს ვაიჯევ და ყოველ ახალ მოდელზე $10 imagine.api.dev არის ესეთი პლატფორმა რა API-ების აბსტრაქცია არის ესეც API და ეხა ეს რაში დაგჭირდა პროდუქტებს როვა რესერჩებდით რომ ოკეი ეს consumer end-ის გადმოსახედიდან მაგარია რა იქ რაღაცა ჩატვირთე გადმოტვირთე მიაბი მოაბი ვიდეო დააგენერირე მაგრამ ჩვენი მთელი ბუღამი არის რომ ეს დასკალირებად პროცესამდე მივიყვანოთ რა და არა რაღაც ერთჯერად რაღაც manual საქმე და რამდენადაც გასაკვირია რომ იყოს ძალიან ისე რა ქვია ბევრ პროდუქტს არ აქვს კარგი API ან თუ აქვს კატასტროფული rate limit-ები აქვს ან ასე შემდეგ და ის არის რა ქვია ეხლა ვარესერჩებ თეთრში მაგ ეტაპზე ვართ რა რომ manual და ზოგადად ასე ვთქვათ გამოსვლადობა არ გამოსვლადობაზე წარმოდგენა შევიქმნით და ეხლა გვინდა რომ დავასკალიროთ რაღაცები და ავტომატიზაცია გავაკეთოთ ასე რომ ვინმე image and video generation-ის რამე კარგი API-ები თუ იცით და ამ მომენტამდე გვიყურებთ მომწერეთ გთხოვთ რამე დამილინკეთ და ვილაპარაკოთ მაგ ტოპიკზე რა არჩევ replicate იცია თან replicate ვინც არის ის მაყურებლებს ვეთყვი რომ საიტია სადაც ნებისმიერ open source მოდელი შეიძლება დახოსტო და მე გამოიძახო პირდაპირ როგორც API-ით რა yes ცადე რაღაცებში კარგად გუშინ ველაპარაკებოდი Rafaels ჩვენ საყოველთაო სტუმარს replicate-ზე რა მაგრამ ხო აშკარად ისა ხო თავშევ ეგიცოდეთ ანუ image generation-ის ყველაზე მაგარი მოდელი ანუ even literally image generation-ის Flux ქვია თუ რაღაც მე მგონი Google-ს ქონია ყველაზე მაგარი მოდელი რა მაგის ეგეც არ ვიცოდი რა საინტერესო ანუ Google-ი Gios prediction-ები ნელ-ნელა იმაშება რა ქვია Gio ეხა background image-ის კი არ არის სადაც აფრიკაში არის ეხა წავიდა უკვე всё აიწია სტოკმა და რა ესე მე და მაინტერესებს ამ სანამ ამ კონტექსტში ვართ ბარემ ვიკითხავ რა ამ ცერელემების სოდნიდან მოდის ეს კითხვა video generator ელემები image based მოდელების extension-ებია თუ ცალკე იმენა ვიდეოები დატრენინგებულია თუ frame by frame აწყობს იმ ვიდეოებს just image generation თქვენ თუ იცით მე არ მოგატყუებს და არ გამჩენია იქ კითხვა ჯერჯერობით მაგრამ შემიძლია გიპასუხო შემდეგი პოდკასტისთვის ეგ და Google მაგრამ I assume რომ ის არის რა ქვია ცალკე მოდელები არის იმიტომ რომ მოდელები ცალკე ხო სწორა ხო ცალკე არის DALL-E ცალკე არის ცალკე მაგრამ არგუმენტი რა არის ნეტა ანუ რატო არის ცალკე რა ეგ არგუმენტი ხო ნუ ენკოდინგის თემა შეიძლება იყოს რომ უფრო ეფექტურად შეიძლება ვიდეო დააგენერო frame by frame რო დააგენერო ძალიან inefficient იქნება იმიტომ რომ მე რა კიდე დაენკოდო და ანუ არ ვიცი მეც არ ვიცი ამიტომ დილეტანტურ მური გაზრს არ გამოვთქვამ რა აი ხა კიდე ერთი ტოპიკი მაქვს შემონახული ახლა კაი რომ ჩავიხედე და გამახსენდა Discord-ში დაგვიწერეს ეგეთი კითხვა რომ ზოგადო სად უნდა ნიშო remote job-იო და მე მგონი კერძოდ უცხოეთში იყო საუბარი მაგრამ ნუ პირველი ყველაზე კარგი და სოფლის საუკეთესო remote job-ი შეიძლება თიშოთ
ნიკასთან და აჩოსთან მაზიკში რა. და ამის შემდეგ ამის აი შემდეგ ვის რა ჩევრი გაქვს. ხო მე მაქვს ერთი რჩევა ძალიან კონკრეტული ესე ქვია be friends with Gio ანუ მაქედან დასკვნა არის რომ რეალურად ხა მეც ხო ეგრევა რა. ანუ მეც ჩემი მეგობრებიდან შევიტან სავალ ჯამში ჩვენც ეს community იმიტომ შევკომენტებდა რომ უფრო მარტივი იყოს networking-ი და თან ისეთ ხალხი მოვიზიდოთ ვისთან networking-იც გამოსადეგარი არის რა. ანუ რეალურად ჩვენ სამმაც ცოტა randomly ვიპოვოთ ესე connection-ები ერთმანეთთან მაგალითად დუდუმ და რეფერენსა ნიკა დააჩო ხო? GoPeer-ში თავის დროზე და ამიტომ networking-ს დიდი ძალა აქვს და უფრო დიდი ძალა აქვს რომ networking-ს როგორცაც გავაკეთებ და if it sticks ან ჩვენ მაგალითად რაღაც ერთ ტელეფონთან ალაპარაკები მეგობრი შუალედში და მე just გადავიყვეთ ისო და ეხა რაღაც პოდკასტს წერთ ხოლმე რა. ანუ ჩემი პერსპექტივა networking ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ მეც ამ networking-ის ნაწილი ვიქნებოდი, ძალიან აბსტრაქტულად მესმოდა და მეგონა რომ რაღაც წარმოუდგენელი რაღაცა იყო და სულ მაინც ადამიანი შენთვის ეძებ. მაგრამ მეც ეგ გამოცდილება ამ ბოლოს ჰქონდა, just to research-ებდი job markets, საჩეიზლო და გამეგზავნა CV სადაა რა. და მე ვერაფერი ეგეთ ვერ ვიპო, ანუ რა საიტებიც არსებობდა, თუნდაც ну ყველაზე კარგი სტარტაპული remote job-ები ჩემი აზრით მაინც HackerRank-ზე იდება, სადაც სტარტაპერები ეძებენ უმეტეს შემთხვევაში founding Hacker News-ზე, HackerRank-ი ამ გამახსენა და Codeforces და data structures და algorithms. ხო Hacker News-ზე იდება საკმაოდ კარგი ჯობები, thread-ები იქნება ხოლმე who wants to get hired და აქ ყველა პოსტავს მერე თავის კომპანიაში რა ვაკანსიებია. ძირითადად ეძებენ ხოლმე founder ინჟინერებს და აქედან გამომდინარე junior და middle level-ებზე შესვლა ცოტა რთულია, მაგრამ მაინც ვინმეს თუ აინტერესებს აუცილებლად დავაკვირდებოდი და სხვა თუ არაფერი მაგით ძალიან კარგად შეგიძლია იმ შეო ამერიკის ბაზარზე remote-ად როცა გინდა ინჟინერი იყო მაღალ პოზიციაზე რა მოთხოვნები აქვს და როგორი ტიპები უნდათ. LinkedIn-ზე ჩემი აზრით ვაკანსიის გაგზავნა არის აი რა წყლის ნაყვა, აი არანაირი აზრი არ ექნება, იმიტომ რომ უბრალოდ დადებული არ არის ვაკანსია, რომ უყურებ ბოტები აგზავნიან თუ ვინ აგზავნიან არ ვიცი, მაგრამ ასეულობის თან რიგით იმატებს applied through LinkedIn და ეგეთ რაღაც ცნებები რა. თქვენ ხო ერთს რამე უკეთესი საიტი ჯობსის გარდა, ჯობსი ლეგენდაა. ბიჭო არა მეც Hacker News ვიტყოდი რა, ანუ ის არის რა ქვია. ძალიან მე ვიცნობ ადამიანებს ვისაც დაწყებული აქვს ეგრე Hacker News-ის და მეც ერთი პერიოდი რო ვიძებდი სამსახურს ის იყო რა ქვია. მან ხო ორი სახის პოსტი იდება ხოლმე რა, ანუ ყოველი თვის პირველ რიცხვებში იდება ორი სახის პოსტი რა. Who wants to be hired და who is hiring. და მე who wants to be hired-ში ვწერდი ჩემ თავზე რაღაცებს, ლინკებს ვყრიდი ასე შემდეგ და რაღაც awareness წევდი ბოლოს და ანუ literally წერდა ხალხი რაღაც სამი გასაუბრებელი მაგაზე მქონდა მაქედან ერთ გასაუბრებაში ბოლოშიც გავედი ბოლოს მე რაღაც სხვა კომპანია ვიყავი და იქ დავიწყე რა ანუ ჩემი აზრით ძალიან low effort minimum at least აი ის რა who wants to be hired პოსტები ძალიან low effort რაღაცა რომელიც შეიძლება ბოლოჭური და გააკეთო რა მეც ვიტყვი ანუ ერთს ვიტყვი რომ ანუ უკვე როგორც ადამიანი ვინც იქით აკეთებს აქეთ ხარეს არის hiring-ის რა ძალიან კაფიო არის, ანუ ძალიან რთულია, მაგალითად 100 CV რო 100 CV ხარ შემოგდეს ესე ჯერ. მაგრამ აი თქვა 10 CV რო შემოგივა, 10 ერთნაირი იყოს, ძალიან რთულია იქ დიფერენციაციის გაკეთება რა. მაგრამ აი ძალიან რაღაცნაირი სიგნალები და პროაქტიულობა ძალიან ფასობს რა. აი ჩვენი გამოცდილებით ადამიანმა რომელმაც თვითონ მოგწერა აქეთ, მაგალითად LinkedIn-ზე იყო ეს შემთხვევა, ძალიან პროაქტიულად და ძალიან დიდი ინტერესი გამოხატა. ანუ ძალიან დიდი ის იყო რა, wild card-ი იყო, რომ ჩვენ მასთან დავილაპარაკეთ და რაღაც საწყის ეტაპზე უკვე ჩაერთო ჩვენთან ერთად უკვე ამომდენ კვირიდან უკვე ჩაერთვება რა. ანუ პროაქტიულობა, თუ ეხლა რაღაცა Facebook-ის founder-ს არ წერ მარკ ზუკერბერგს სიტყვაზე. პატარა სტარტაპების და პატარა კომპანიების founder-ებთან პირდაპირ ხაზზე გასვლა და ძალიან დიდი мотивაციით დაფიქსირება რაღაც ჩემი პოზიციის რო გინდა, ან თუ რამე open source პროექტი აქვს, რაღაცა პატარა იქ გამოჩენა მოკლედ, მე მგონია, რომ ძალიან დიდი პლუსია იმისთვის, იმიტომ რომ
100 სივის მართლა რომ უყურო ყველა მეტაკლებად ერთნაირი იყოს, რაღაცა ერთი ზედმეტი ტრიგერი და სიგნალი გჭირდება, რითიც გამოარჩევ ადამიანს რა და ენთუზიაზმი კაკრას ძალიან დიდი ამბავია მან და ინიციატივა იანობა რა. ამიტომ გირჩევთ ხალხო რომ დაბომბოთ Mazagis LinkedIn page-ის და ზოგადად ნებისმიერი კომპანიის LinkedIn page-იც რა. It was all the sales pitch after all. და ანუ მაგალითად კიდე ჩვენთან კომუნიტი საინტერესო იყო, ნუ ეგ ისევ ეხლა ლოკალურ მარკეტზე გადის, მაგრამ იგივე შეიძლება გადაიტანა უცხოეთშიც, რომ ჩვენ Discord-ში მაგალითად ლევონი რო შემოვიდა და ჩააგდო რაღაც თავისი ძალიან მაგარი API, რომელიც ერთ დღეს დაიწყო და გააკეთა და ეგეთი ისტორია იყო რა, ეგრევე გამოირჩა რა რაღაც პუნქტში და თან ნეტვორკინგი რო ახსენეთ, მარტო იმას არ ნიშნავს რაღაც პუნქტში, რომ მარტო სხვა დეველოპერებთან ნეტვორკინგს რა. ანუ ძალიან კაია ვთქვათ, რა თქმა უნდა ამერიკული ან ზოგადად ამერიკული ვისიების დაბექილი სტარტაპში მუშაობა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კაი value for time არის საქართველოსთან, ხო, მაგრამ ხო აუცილებელი რომ პირველივე შენი რემონტ სამსახური ეგეთი იყოს რა, თავიდან შეიძლება რაღაცა იყოს ვთქვათ ტოპ-ტალიდან ან რაღაცა ევროპულ სტარტაპში, რომელშიც შეიძლება სტანდარტები შედარებით დაბალია და უფრო მარტივია მოხვედრა რა. ან თუნდაც რელოკაციაც ვისაც გაწყობს ევროპაში შედარებით მარტივია რა. და ამიტომ მანდაც ისე როგორც ყველაფერში take it one step at a time რაღაც connection-ები უნდა შექმნა, ხალხი გაიცნო რაღაც კომუნიკაციებში და ნუ ჩემი ისტორია არის, რომ რაღაც connection-ებით და ხალხის გაცნობით, ხალხთან საუბრით და თუნდაც meetup-ებზე და რაღაც საუბრით რაღაც connection-ები შევიქმნი, რომლითაც მე მარკეტკენ წავიდა ჩემი კარიერა რა. Nice. აი იმ ლევანის кейსი რაც თქვი წეღან ის რა, ანუ აი ადგილობრივი პროდუქტი ჩააგდო რა, ანუ მაგას გავსვავდი ხარს რა. რომ აი ერთ-ერთი სიგნალი რითიც შეიძლება ძალიან გამოირჩე, ანუ ის იმ კითხვას კი არ ვწევ ხა პასუხს, რომ სად შეიძლება მოვუძებნოთ რა. რა შეიძლება გააკეთო, რომ ბევრად გაზარდო ალბათობა, რომ სადმე თუ მოსაძებნია იქ დაფიქსირდე ძალიან კარგად არის, რომ ძალიან ბევრი ინჟინერი არის და ხო ანუ მე მგონი მართლა ძალიან ბევრი არის რა, რომელიც ანუ ვერ ხვდება რომ at the end of the day product is all that matters რა, ანუ product level thinking-ი რო საერთოდ არ აქვს განვითარებული რა. და იგი იომაც ხა ამ პოდკასტში ეგონია შუაში რაც ახსენა, რომ დღის ბოლოს მაინც რაღაც პროდუქტი არის ის, რაზეც უნდა იზრუნოს ინჟინერმა და არა პროსტა ის კაფკა იცოდეს ან პროსტა არ ვიცი რაღაცა იცოდეს რა. ტექნოლოგია. Привет კაფკა. ანუ მაგაზე ზრუნვა რო ანუ ფიქრის მენტალ მოდელი ეგრე განვითარდა პროდუქტ level thinker-ი იყო და არა just რაღაც thinker-ები და რაღაც კოდის ცვლილები რო შეგიძლია. ეგ ჩემი მე რასაც ვიყურებ გარშემო ძალიან ცოტა ადამიანი არის ეგეთი, დეფიციტი არის ეგეთი ადამიანების და კაკრას ყველას ეგეთი ადამიანები უნდა რომ just იმ რაღაც tasks რო არ ელოდება რომ კოდი შეცვალოს, არამედ პროდუქტზე რო ზრუნავს და ფიქრობს რა. სუსტად, აი წარმოიდგინე ხა მე რო ადამიანი მაჩვენებს რომ მობილური აპლიკაცია აქვს დაწერილი მარტოს App Store-ზე გაშვებული და ანუ აი ეგეთ რაღაცა უკვე გაკეთებული რო აქვს, ეგ არის აი წარმოუდგენელი ვალიდაცია რა, აი გასაუბრება რა ვიცი, აი რაღაც შეიძლება ძალიან მინიმალური გასაუბრება დაგჭირდეს უკვე იმ ადამიანთან რა, რომ უბრალოდ ის გასაუბრება რა, წეღარობს LLM-ების გასაუბრება, ეგ უეჭველი. ანუ მაგას არ ანუ მოკლედ აი თავარი არის რომ ბილდერი რო ხარ ეგ დაანახო რა ტიპს რა, რომ ეხლა თუ რაღაც hardcore CS რამე თემაზე არ მუშაობ, აი ჩვენ შემთხვევაში Mazagში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანები just deliver რა, whatever it takes რა და ეგ mindset-ი არის მთავარი, რასაც ვამოწევთ ხალხო ჩვენთან, ამიტომ კი ეხლა დუდუსთან მოგიწევთ კაფკაზე system design-ის ინტერვიუ, მაგრამ anyways რა. Builder mentality. ნუ და ალბათ ვთქვათ რომ ესე და ისე ეხლა ძირითადად მაინც ჯუნიორებს ეხება ასე თუ ისე რა. სენიორებს ასე თუ ისე მაინც უკვე გაყაფული აქვს და უფრო მარტივია ბევრად დღევანდელ მარკეტში თუ ერთი რავი 5 და მეტი წელი გამოცდილება აქვს. შედარებით მარტივია. Yes. Okay. დაგვიწერეთ მოკლედ რამე ამ თემაზე თუ რამე დავაკელით, რამე კითხვები გაქვთ, გითხარით და ანუ ვინმე რამე წყაროები თუ იცი, სადაც შეიძლება რომ ვიღაცებმა ვისაც ეს კითხვა დასვა, იმენ მოძებნოს, ეგეც კარგი აქტივობა იქნება ძალიან. აი, მე მგონი Discord-ში დავემატოთ თუ შეიძლება. და დაგვასუბსკრაიბეთ რა.
ესე არ შეიძლება აჩო სტატისტიკა მოიყვანოს. როდემდე უნდა ვღელავდეთ, აჩო თქვა ადამიანი არის კაცო. როგორც აი, აჩო მეგონი დრო არის, ხო? 86% არ არის დასაბსკრაიბებული. წარმოიდგინე ამ ხებარებს ხო? აჩო გათიშე. აჩო გაქიშე, კაცო. სანამ კომედი სპეციალი დაიდო. სტენდ-აპი გადავდივართ.